ინიციატივით მიმართავს. მოქმედი კანონით შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა უწყების მთლიანი შტატების 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილების მიხედვით კი ეს ზღვარი 15%-მდე იზრდება. კანონპროექტის მიხედვით 15%-იანი ზღვარის არსებობის შემთხვევაშიც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გამონაკლისის დაშვება კვლავ შესაძლებელი იქნება. ცვლილება არ შეეხება მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებულ დაწესებულებებს. მუნიციპალურ უწყებებში არსებული 10%-იანი შეზღუდვა ძალაში დარჩება. ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ინიციატივას კრიტიკულად აფასებს. მათი შეფასებით ცვლილება ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდაზე არ არის ორიენტირებული და უფრო მეტად მმართველობითი კონტროლის გაძლიერების მიზნებს ემსახურება. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ შტატგარეშე დასაქმების ზრდა საჯარო სექტორში სტაბილური და კონკურენტული სამსახურის სისტემას ასუსტებს. მთავრობამ მორიგი კორუფციული და ქართული ოცნების პარტიულ ინტერესზე მორგებული კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორში შტატგარეშე მოხელეების რიცხოვნობის ზრდას 15%-მდე. ანუ თუ სადმე არის დასაქმებული 100 კაცი, აქედან შეიძლება იყოს 15 ეგრეთ წოდებული შტატგარეშე მოხელე. დღემდე ეს ნორმა იყო 10%. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ გაგრძელდება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების ნათესავების მეგობრობის, პარტიული აქტივის გაფორმება სხვადასხვა დაწესებულებებში, სამინისტროებში, მუნიციპალიტეტებში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ინიციატივა კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ხშირად კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ემსახურება. შტატგარეშე თანამშრომლები ნაკლებად დასულები არიან და მათი დასაქმება ან გათავისუფლება ბევრად მარტივია, რაც მმართველ გუნდს მოქალაქეების პოლიტიკურ ნებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან ოპოზიცია ვარაუდობს იმასაც, რომ არჩევნების მოახლოების პარალელურად ქართული ოცნება საჯარო სექტორში გავლენების გაფართოებას და დამატებითი ადმინისტრაციული რესურსების შექმნას ცდილობს. შტატგარეშე თანამშრომლების, ასე ვთქვათ, ლიმიტის ზრდა, რაც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, მათი პარტიული, ასე ვთქვათ, ლოიალისტები დაასაქმონ სახელმწიფო სამსახურში, ისე რომ ამის საჭიროება არ არსებობს და ისე რომ ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, სამსახური და ახალი პოზიცია არანაირ სარგებელს არ მოუტანს არც ქვეყნის ეკონომიკას, არც ქვეყნის საჯარო მმართველობას და არაფერს საერთოდ, უბრალოდ ამით ქართული ოცნება შეეცდება, რომ ბიუჯეტის ფულს უფრო მეტი ადამიანი მიაბას, უფრო მეტი ადამიანი გახადოს ადმინისტრაციული რესურსი, უფრო მეტი ადამიანი დაიქვემდებაროს და ამით შემდეგ უკვე საარჩევნო პერიოდში მათი ხმების აკუმულაცია მოახდინოს და გავლენის ბერკეტები კონდეს მათზე. თანაც ამას ემატება ის, რომ ამცირებენ სოციალურ დაუცველების რაოდენობას, ამცირებენ განათლების ხარჯებს, ამცირებენ ინფრასტრუქტურის ხარჯებს და როგორც ჩანს ზრდიან აი ამ რაღაცა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ოცნება საქართველოს ბიუჯეტში ვერ პაულობს თანხას, რომ დაეხმაროს დუშენის კუნთოვანი დისტროფიით მქონე ბავშვებს, რომ დაეხმაროს სკოლებში უფასო კვების შეტანით მთელ საქართველოს, რომ გაზარდოს პენსია 20 ლარზე მეტით. მაგრამ ყოველთვის იძებნება თანხა ბიუჯეტში იმისთვის, რომ ფუფუნების ცხოვრება გაუხანგრძლივონ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია. მომდევნო ეტაპზე კი მასზე საპარლამენტო განხილვები დაიწყება, თუმცა რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ საკითხზე წარმოდგენა არ აქვთ, შესაბამისად კითხვებს ვერ პასუხობენ. წარმოდგენა არა მაქვს, არ მინახავს. თუ პარლამენტში არის მსგავსი რამ შემოსული და დაინიცირებული არის, ბუნებრივია რომ განხილვის გარეშე ვერ იქნება ეს ცხადია. ამიტომ არის სწორედაც პარლამენტში ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ინიციატივას აქვს თავის პროცედურა. ჯერ არის საკომიტეტო მოსმენა, შემდეგ არის სასიო დარბაზში მსჯელობა, დებატები და ამიტომ ამ ყველაფერს მოვისმენთ, რას არ ვიცი, როგორ შეგიფასო. მთავრობა ინიციატივის აუცილებლობას საჯარო სამსახურში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებებით ხსნის. თუმცა ოპოზიცია და ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ზრდა ხელისუფლებას დამატებით ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ გავლენას მისცემს. იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ პარლამენტშია ინიცირებული და განხილვები ჯერ არ დაწყებულა, კანონპროექტმა ხელისუფლების ოპონენტებში კრიტიკა უკვე გამოიწვია.